გავსინჯოთ კასტელო მარეს ცნობილი აჭარული ხაჭაპური. სხვათა შორის აჭარაში რაც ვარ ამ პერიოდის განმავლობაში გავხდი ნამდვილი ექსპერტი აჭარული ხაჭაპურის. ამიტომ ძალიან მკაცრი ვიქნები. მოდით პირველ რიგში ვილაპარაკოთ ვიზუალურ მხარეზე. აქ ეგრევე მომიტანეს კარაქით დამატებულია უკვე, ანუ მე არ მიწევს დამატება და ყველი არ არის დაბრაწული ზევიდან. ეს რაც შევამჩნიე. ცომი ცოტა განსხვავდება, რაც აქამდე გამისინჯავს და საინტერესოა კაცუნობს თუ არა. ავურიოთ ყველი და კვერცხი. ყველი მოვარიეთ, დავიწყოთ ყუნწების მოტეხვით. აბა გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია, სხვათა შორის სხვაგან თუ მაკლ და ყველში ოდნავ მარილი, აქ არის იდეალურ დონეზე. ცომზეც რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი, აქ სხვათა შორის ცომი არ გავს შოთის პურს, ამიტომ უფრო ხაჭაპურისკენ მართლა არის წასული. როგორც ხედავთ, გვერდები უკვე მთლიანად გადავჭამე, ამიტომ მოდით გავაკეთოთ ჩემი უკვე საფირმო ილეთი. დავახვიოთ აჭარული ხაჭაპური და გავაგრძელოთ ეგრე ჭამა, ისე რომ არც ერთი ყველის წვეთი არ დაგვეკარგოს. შემდეგ კი იქნება ჩემი შეფასება. სხვათა შორის ის იყო ყველაზე ძვირიანი აჭარული, რაც გავსინჯეთ. 26 ლარი ღირდა. მაგრამ ზომით ახლა ყველაზე დიდი ნამდვილად იყო მართლა. მომნების თვისებებით ჩემთვის იყო ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ მე მიყვარს მარილიანი ყველი აჭარულ ხაჭაპურში და აქ იყო ჩემთვის იდეალური მარილის დონე. მაგრამ ერთი მინუსი მაინც ვიპოვე, ეს არის სიტკაცუნის ნაკლებობა, რადგან ცომი იყო გამოყენებული უფრო ცხიმიანი და უფრო რბილი, მაგრამ გემოს ნამდვილად არ ცვლი და უბრალოდ სიტკაცუნი ცოტა დამაკლდა. ამიტომ კასტელო მარეს აჭარულმა ხაჭაპურმა დაიმსახურა ჩემგან 10-დან 9.